ფსიქიური ავადმყოფობის დიზარტერო გელათში პრობლემაა, არ არის ზამთრული ამბავი რა. თქვა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კირიონმა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა გელათის ტიქაროსნის მიერ გავრცელებული ტექსტი, სადაც ის მონასტრის სავალალო მდგომარეობაზე საუბრობდა. კომიტეტმა გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციული კამპანია უწოდა და განაცხადა, რომ სამუშაოები საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება. ვის შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში? მოდით ფაქტებს შევხედოთ. აი ფაქტი 2020 წლიდან დოკუმენტებზე დაყრდნობით გიყვებათ, როგორ ზიანდება დავით აღმაშენებლის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, გელათის მონასტერი. 2018 წელს მთავარი ტაძრის მკლავები მწვანე კრამიტით გადახურეს. მის ქვეშ გაურკვეველი წარმოშობის სამშენებლო ნარჩენების მსგავსი მასალა ჩაყარეს და ჰაერ-სამოძრაო სივრცე დაუხვშვეს. კრამიტი მალევე დაზიანდა, ტაძარში წვიმის წყალმა გაჟონა. სამუშაოებს წინ არ უძღოდა იუნესკოს მიერ დამტკიცებული გეგმა და პროექტი. 2020 წელს მთავარ ტაძარს ჯერ ლურჯი ტენტი, ბრეზენტი გადააფარეს, შემდეგ თუნუქი. 2020 წლიდან ვიცით, რომ წყლის გაჟონვამ განსაკუთრებით დააზიანა ორი ფრესკა, მე-16 საუკუნის ფერხთაბანა და საიდუმლო სერობა. 2022 წლის ოქტომბერში გავიგეთ, რომ კედლის მხატვრობის ნაწილი უკვე დაკარგული იყო, მათ შორის ფერხთაბანის ფრაგმენტები. ამ ფონზე 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის ოქტომბრამდე კედლის მხატვრობის მდგომარეობას დოკუმენტურად არავინ აღწერდა. 2024 წელს გავიგეთ, რომ მე-12 საუკუნის ღვთისმშობლის მოზაიკა საყრდენ კედელს 89%-ით იყო მოცილებული. არსებობდა მისი ჩამოვარდნის რისკიც. მოზაიკას კენჭების ცვენის და გამომარილების გარდა ლაქებიც აქვს. ღვთისმშობლის სახეზე არსებული